კაი, მეგობრებო, მოკლედ ამ ჩვენი შეხვედრების და ჩვენი მიმდინარე კურსის ბოლოს მინდა ვისაუბრო ძალიან მოკლედ, ძალიან ასე ვთქვათ, ანოტაციის როგორ დავარქვათ დემო ვერსიის სახით ისეთ საკითხზე, რაც ეხება პირველად დახმარებას. და გაკვეთილის შეხვედრის ბოლოს თუ რამდენიმე წუთი ზეპირად გადავავლოთ თვალი რა გავიარეთ და სად ვართ. ერთი სიტყვით შრომის უსაფრთხოებაში სხვა მოდულებთან ერთად პირველადი დახმარება ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი მდგომარეობა და აუცილებელი საჭიროება ჩვენი უნარებისა, რომ ნებისმიერ სამუშაო გარემოში და არა მხოლოდ სამუშაო გარემოში ყველა დამეთანხმება დღეს ალბათ, რომ უბრალოდ ცხოვრებისეულ პირობებში ძალიან საჭიროა ადამიანმა იცოდეს სამედიცინო დახმარებამდე, ექიმის მოსვლამდე შეუძლოდ მყოფი ადამიანის დახმარება და იმ კონდიციაში მოყვანა, რომ სასწრაფო დახმარება ან ექიმი როცა მოვა, ეს მდგომარეობა არათუ გართულებული, არამედ ნორმალურ პირობებში დავახვედროთ დაზარალებული პაციენტი. არ არის მარტივი საკითხი, რომ პირველად დახმარების უნარები გქონდეს, სხვა საკითხებთან ერთად პირდაპირ ვიტყვი, ამ საკითხის განმეორება, რამდენჯერმე ინსტრუქტაჟის გავლა ძალიან საჭირო თემაა. ჯერ ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ვიტყვი, რომ ვერ გახლავთ იმ დონეზე, რომ დაუშვათ ეს ძალიან საწყისებიდან ისწავლებოდეს, ვთქვათ, საწყის ასაკში ეს სკოლები იქნება, კოლეჯები თუ სხვა. და სამწუხარო მომენტია ეს. მიმაჩნია, რომ ნამდვილად უნდა იყოს ყველა ჩვენგანი აი მინიმალური ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. ძალიან პრაქტიკულ მაგალითებს გეტყვით. ცოტა ზოგადი წარმოდგენით არის ხოლმე შემთხვევები, რა ვიცი, სპორტთან თუ ხართ დაკავშირებული და ალბათ ჩვენ გასუყვარს, ხშირია ხოლმე, რომ მიმდინარე სპორტული შეჯიბრის დროს ან თუნდაც ქუჩაში უბრალოდ ადამიანს დაემართა, რა ვიცი, დაუშვათ ეპილეფსიური შეტევა, დაუშვათ გულის უკმარისობის შეტევა, ასე ვთქვათ და გონება დაკარგა. ძალიან ბევრ შემთხვევაში იმის გამო, რომ არ ვიცით და რაღაც მიგვაჩნია, რომ ეს სხვისი გასაკეთებელია, ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორ მანევრებს ატარებენ, ასე ვთქვათ, არასწორ ჩარევას აკეთებენ დაზარალებულის მიმართ. ასე მაგალითად ყველას გვაქვს ესეთი გამონათქვამი, ენის გადაყლაპის საშიშროება გულწასულ ადამიანზე, ასე მარტივად რომ ვთქვათ, კათიშულ გონება დაკარგულ ადამიანზე. ენა არსად არ იყლაპება რეალურად და ცოტა სხვა მიდგომა უნდა ამ საკითხს. საუბარია პირის ღრუს გაღებაზე, ასე ვთქვათ, და სასუნთქების გახსნა ქვია ამას პირველად დახმარების ენაზე. სასუნთქების გახსნა ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. მაგრამ ვიდრე უშუალოდ ჩვენს პატარა კონსპექტს გავყვებოდე, მინდა გითხრათ ერთი აუცილებელი წინაპირობა ნებისმიერ შემთხვევაში. სადაც უნდა ვიყოთ და მსგავსი სიტუაცია ხდება, თუ ჩვენ არ გვაქვს გარკვეული ცოდნა და უნარი, პირდაპირ გეტყვით, ინსტრუქტაჟი გავლილი. თუნდაც ერთხელ ინსტრუქტაჟები არის სხვადასხვა პერიოდულობით განმეორებადი, სხვადასხვა ასე ვთქვათ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებში, სადაც რთული სამუშაო პირობის ინტენსივობისგან გამომდინარე, ზოგან 3 თვეში ერთხელ ატარებენ, ზოგან 6 თვეში ერთხელ ატარებენ და ასე შემდეგ. თუ ეს უნარების გაკვეთილი არ გვაქვს ექიმისგან მიღებული და არ გვაქვს პრაქტიკა გავლილი, არავითარ შემთხვევაში გარდა სასწრაფოს გამოძახებისა არ გააკეთოთ არავითარი მანევრი ხალხი. ეს იცოდეს ყველა, ძალიან პრაქტიკულ ნიმუშს გეტყვით, ყოფილვარ ხოლმე ალბათ ბევრი ჩვენგანიც, რომ ქუჩაში ვიღაც ცუდად გახდა და
აუცილებლად ყველა მიდის და რა ხდება, ვიღაც წამალს აწოდებს, ვიღაც წყალს აწოდებს, არაფრით არ შეიძლება ჩვენ არ ვიცით, წამლის მიწოდებაზე მოგსაუბრობ, ჩვენ არ ვიცით დაუშვათ გულის შეტევა აქვს, რომელი სახის წამალზე, როგორ დამოკიდებულება აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ თუ დაუშვათ მარტო ხართ და თქვენთან ერთად ვინმე ცუდად გახდა, გარდა სასწრაფოს და მაშველის გამოძახებისა არ ვაკეთებთ არაფერს. აქ პირიქით ჩვენ კანონის, მორალის და დაზარალებულის წინაშე ვართ ამ ქცევით ვალმოხდიდი შეიძლება ითქვას. მეორე, ვის პირველად ვინ უნდა წაიკითხოს პირველადი დახმარება? ჩვენ შრომის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და იცოდეთ, რომ ნებისმიერ საწარმო სამუშაო გარემოში აუცილებლად სერტიფიცირებული და კვალიფიცირებული, აკრედიტირებული, ანუ უფლებამოცემული პირი უნდა იყოს. ეს არის სამედიცინო პერსონალიდან აუცილებლად და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა ექიმს ამ საკითხის, ასე ვთქვათ, ამ თემის წაკითხვის უფლებაც კი არ აქვს კომპეტენციიდან გამომდინარე. ის კონკრეტული კომპანიები, ვინც ამ საქმეს ემსახურებიან გადაუდებელი დახმარების სწავლებების შესახებ, რომლებსაც იწვევენ დაუშვათ კორპორაციები, კომპანიები, ზოგიერთ რთულ სამუშაო პირობებში დაუშვათ შახტებთან, მაღაროებთან მიმართება, ან მაღალი ძალიან ესეთი დატვირთული ქარხნები, სადაც არის გნებავთ ჩვენთან გნებავთ უცხოეთში, იქ ყოველ დღე მიმაგრებულია მინიმუმ 1 ან 2 კაცი ინსტრუქტაჟისთვის, დახმარებისთვის და ასე შემდეგ. ანუ აუცილებლად უნდა წაკითხული იყოს, ჩვენ რომ უნარები კარგად გამომუშავოთ ასეთი პროფესიონალისგან, რომელიც მულაჟების დახმარებით, ეგრეთ წოდებულია მულაჟი, ეს არის ადამიანის ორგანოს წარმოდგენა, რაღაც თოჯინის მსგავსი, რო ვთქვათ, რომელსაც ყველა ის უნარი აქვს გაჩვენოს, რამდენად სწორად გააკეთე დაუშვათ მასაჟი, რამდენად სწორად გააკეთე ჩაბერვა, რამდენი და ის უნარები გამოიმუშაო იმ პროფესიონალთან ერთად ამ სახით. ის ასაც ახლა მე მოგახსენებ, უბრალოდ მინდა წარმოდგენა მაინც შეგვექმნას, თუ რას ვაკეთებთ იმის შესახებ, მართლაც ვიდრე ექიმი მოვა. მოკლედ, ჩვენი ეს პატარა მოკლე სწავლება გვეუბნება, რომ პირველი რაც არის, ეს უნდა მოვახდინოთ საკუთარი თავის მობილიზება, ვიდრე გადავალთ საფეხურებზე, იმ საფეხურებზე, რასაც აუცილებლად გასაკეთებელია ჩვენს მიერ. თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. იმ უნარების შემდეგ, რაც მე მოგახსენეთ, როცა რამდენიმე ტრენინგს გაივიდით, პრაქტიკულ ტრენინგს, რაზეც წეგან გესაუბრეთ, იმის შემდეგ აუცილებლად სხვანაირი განცდა და ასე ვთქვათ, უკვე სხვანაირად გახართ პრაქტიკის წინაშე მსგავს შემთხვევაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება სიტუაციაში გარკვევა. როცა ინციდენტი ხდება და დაზარალებული ყავს სახეზე, ეს დაზარალებული შეიძლება იყოს ელექტროშოკისგან, ეს დაზარალებული შეიძლება იყოს უბრალოდ თავის ფიზიოლოგიური რაღაც მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება წნევა დაეცა, დაუშვათ, შეიძლება გულის არითმია დაემართა, ან სულაც გული გაჩერდა და ასე შემდეგ. იმ გარემოს დათვალიერებაზეა საუბარი და სიტუაციაში გარკვევა რა ადგილზედაც ჩვენ ვდგავართ. ამიტომ პირველი ეს არის თუ ელექტროშოკის თემა, ჩვენ ვაკეთებთ აუცილებლად იმას, რომ თუ ახლოს არის ელექტრო წყარო, საიდანაც შოკი მიიღო, ხო? გავთიშოთ აუცილებლად. თუ ეს მაღალი ძაბოა და რაღაც ღია სადენთან არის შეხვედრება, აუცილებლად დიელექტრული ნებისმიერ ხელში რაც მოყვება, ეს იქნება ხის ნატეხი და უშუალოდ ეს იქნება, რა ვიცი, ისეთი არაგამტარი მასალა, რომელთაც ეს კავშირი უნდა შევზღუდოთ, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ შოკის წყაროს. და სხვა მსგავსი შეიძლება ფეხის ასრიალების გამო ადამიანი დაეცა და თავის დარტყმით გაითიშა, მაშინაც აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, რომ სადმე არ იყოს დაუშვათ ისეთი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ შეგვიშლის ხეს და ჩვენ ჩაგვაგდებს საფრთხეში. მოკლედ, პირველი შემთხვევის ადგილის დათვალიერება სიტუაციაში გარკვევა ამას გულისხმობს. უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საკუთარი თავის უსაფრთხოების
უზრუნველყოფაზეა პირველ რიგში მეგობრებო საუბარი, რომ ჩვენ თუ დენის წყაროსთან მყოფ ადამიანზე უნდა გავაკეთოთ პირველად იქიმამდელი დახმარება, ასე ვთქვათ, ჩვენ არ მოვხვდეთ მეორე დასარალებულის რიგში. ცნობიერების შემოწმება. პირველი რასაც ვაკეთებ პაციენტთან, ეს არის, როცა უკვე პირველ ორ საფეხურს გავდივართ, პირველი ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ეს სახეზე შეხებით, ზოგჯერ იციან ხომ ეს ძალიან სილის კაცნაც კი არ არის აუცილებელი ყურების სიახლოვე, ყუთთან სიახლოვე სახის მიდამოს დაზელითაც შეიძლება ადამიანი თუ ძალიან ასეთი რთული ტრაუმით არ არის და ცნობიერება სიღრმისეულად არ აქვს დაკარგული, შეიძლება ითქვას, მარტივად შემოდის ან თვალს გაახერს, ან უბრალოდ თავისი გირებით, ემოციით ვთქვათ, დავზუსტდებით ეს ადამიანი კონტაქტში შემოსვლას რამდენად ახერხებს. როგორც კი ამ სამ საფეხურზე, ანუ ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ თუდად ყოფთან გვაქვს საქმე და ის უბრალოდ შველას საჭიროებს, ამის შემდეგ ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას. განგაში ზოგჯერ ამას ეძახიან განგაში, ავტეხე განგაში, ესე ექიმების ტერმინია, როცა ტრენინგებზე მოგიწევთ ყოფნა ამ საფეხურზე გავავტეხე განგაში, ეს შეიძლება 112-ის გამოძახება აუცილებელია, მაგრამ შეიძლება ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ სართულზე ან ჩვენ ნაგებობაში არის პირველად სამაშველო სამსახური, რომელიც კომპანიას აქვს ყოველდღიურ რეჟიმში და განგაში ზარით, რის საშუალებაც გვაქვს, ვაცნობებთ, რომ სასწრაფოდ მოვიწვიოთ ექიმი დახმარების აღმოჩნდა და ვიდრე ვიცით, რომ ჩვენ ის 6-7 წუთი, მაქსიმუმ 10 წუთი ასე იგი მოლოდინში ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანი არ დაგვიმძიმდეს დაზარალებული და მაქსიმალურად ვაფიქსიროთ რა მდგომარეობა გვაქვს. გვაქვს ხელის მოტეხილობა, გვაქვს კიდურების მოტეხილობა, გვაქვს თავისი მაღალი არტერიული წნევისგან გათიშვა, სხვა ან ელექტროშოკი, ისევ ჩვენ ყველაფერი ეს უნდა აუცილებლად მოსულ დამხმარე პროფესიონალს უნდა დავახვედროთ ექიმს, ანუ სასწრაფო დახმარებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერება სიტუაციაში გარკვეულ. უნდა მივახოლოთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. ანუ ინფორმაცია იმის შესახებ რა მოხდა, თუ თქვენ ასე იგი ამ თუდი ამბის შემდეგ გაჩნდით იქ თქვენი შეფასებით უნდა მიხვდეთ, უნდა ვიცოდეთ რა მდგომარეობაა. საფრთხე, თქვენ თვითონ არ გემუქრებათ საფრთხე დაზარალებულის და თვითმფრინავს. ასევე საჭიროა სწრაფად შეაფასოთ რა სახის დახმარება სჭირდება და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. იგივე რაც მოგახსენეთ, დენის წყაროს მოშორება სასწრაფოდან გათიშვა უბრალოდ დენის წყაროსი, რომ ადამიანი რაც შეიძლება დროზე მოვაშოროთ. წამებში უნდა მოვაშოროთ შოკს თუ ადგილზე ვარ. უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნახეთ, შეიძლება მარტივი ხერხებით შეიძლება გარემოს უსაფრთხოების მაგალითად ძრავის გამორთო თუ ავარიის შემდეგ მანქანა დაკოქილია. არასდროს ჩაგდოთ თქვენი და დაზარალებულის საფრთხეში და უნივერსიტეტით გააკეთოთ ის რაც საგრამატება თქვენ შესაძლებლობებს. რაც მოგახსენეთ, ესე იგი სუთავიდან მეგობრებო, თუ დამდრილად არ ხართ და დარწმუნებული რომ ცოტაოდენი უნარი მაინც არ გაქვთ იმისა, რომ ადამიანი იხსნათ, ზედმეტი მანევრებისგან ყველამ უნდა მაქსიმალურად შევიკავოთ თავი და პანიკას არ მიმეცეთ, რაც თავარია, შვიდას წყარად უნდა მოვახდინოთ სასწრაფოს გამოძახება, ან თუ სადმე ახლო გიგულება, როგორც ეგან გითხარით დაუშვათ სადმე ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე საექიმო ბრიგადა, მას ვიძახებთ. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით გარემოს უსაფრთხოებში, გავუწიეთ დაზარალებულის პირველადი დახმარება. და პირველადი დახმარების ეგრეთ წოდებული ამბანი. გარემოს უსაფრთხოება, ცნობიერების დონის შემოწმება, ცირკულაცია, სასუნთქი გზები და სუნთქვა. ცირკულაცია ეს არის ესე იგი გარემოს უსაფრთხოებაზე თქვით, ცნობიერების დონის შემოწმებაზე ვეკითხებით ადამიანს, როგორ ხარ, პირველი კითხვა ეს არის აუცილებლად, როგორ ხარ, თუ კონტაქტში შემოდის, მიმართავთ სახელით, ესეც აუცილებელია. თუ რამე პასუხი მაინც გაქვს, ან დაუშვათ, არასრული სიტყვა თქვა, ან სიტყვის მსგავსებული, არ უნდა მე რამდენადაც პროფესიონალისგან მომისმენია და მისწავლია, რაც შეიძლება მარტივი კითხვა უნდა დაუშვათ, რომ ცნობიერება ბიზდონენ უფრო გააუმჯობესოს, ასე ვთქვათ, ცნობიერება ნელ-ნელა დაიბრუნოს, ამიტომ რაც შეიძლება გაუმეოროთ ისევ, როგორ ხარ, რა მოგივიდა, აბა რა ხდება და გაამხნევო. თუ პირველი კითხვა რო დაუშვათ, ეხლა ამის რეალურად რაღაც თავი მივარტყიან, რაღაც განიშნათ, რომ დავეცი,
ეგრევე უნდა უთხრათ, რომ არა უშავს, კარგად ხარ, უკეთესად იქნები და ასე შემდეგ. შემდეგ ეს არის ცირკულაცია, ამ დროს უნდა გითხრათ, რომ ესე იგი გულყრა ადამიანის ესე იგი პირველი მომენტი რაც მის სრულყოფილ მდგომარეობას ამძიმებს, ეს არის სისხლის მიმოქცევის ასე ვთქვათ, აღრევა და სასუნთქი გზების დახურვა, რომელიც აუცილებლად უნდა აღვადგინოთ უპირველეს ეტაპზე ეგრეთ წოდებული გადაუდებელი ქმედების პირველი ნაბიჯი, ეს არის ეგრეთ წოდებული CPR. ხელოვნური სუნთქვა გულის მასაში სისხლდენის შეჩერება. ზუსტად იმ ხელოვნურ სუნთქვამდე ვიდრე გადავალ, მაგას მოგახსენებთ, რომ ხელოვნური სუნთქვის ჩატარებამდე უთრულესი და ყველაზე ასე ვთქვათ, დღეს მინახავს, საჯაროდ მინახავს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე მე გაუშიარებიათ ხოლმე, რომ ადამიანებს დაუშვათ სპორტული ღონისძიების მონაწილეებს დღეს ვალდებულება აქვს აუცილებლად. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა და არა აქვს მნიშვნელობა ეს მოზარდ დასაკთან აქ შეხება თუ დასრულთან. ნებისმიერ მწვრთნელის საჯს მოთამაშესაც კი ყველას აქვს დღეს გავლილი, თუმცა სამწუხაროდ ვერ ახერხებენ ხოლმე ის სათანადოდ იმ ელემენტარულს, რაზედაც დღეს მინდა გითხრათ ორიოდეს სიტყვით. პირის ღრუს გათავისუფლება, როცა ადამიანი გათიშულია და პირის ღრუს გახსნაზე ხელოვნური სუნთქვა, რომ მინდა გულის მასაჟი თანაბრად მოახდინო. ესე იგი, ხელოვნური სუნთქვა, გულის მასაჟი, ეს უმრავლეს შემთხვევაში, იმიტომ რომ ელექტროშოკი იქნება თუ სხვა უამრავი სახის შოკები არსებობს, რამდენიმე სახის შოკი არსებობს, რომელსაც დღეს მე ვერ დავწინვალდები, არ გახლავართ მაგის სამედიცინო განათლებით. ესე იგი, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ყველა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი პირველი ნაბიჯია. სისხლდენის შეჩერება ეს იმ შემთხვევაში, თუ ღია ჭრილობა ღიაჭრილობასთან გვაქვს საქმე და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ადამიანმა არ დაკარგოს ან არ დაიცალოს უარეს შემთხვევაში სისხლისა. უგონო მდგომარეობა ეგრეთ წოდებული, რას გულისხმობს პირველი ის აუცილებელი მდგომარეობა ხელოვნური სუნთქვის დაწყებამდე, როგორ უნდა მოვახდინოთ სასუნთქების გახსნა. ბატონო შეტა, ბოდიში ერთ რამე გერთევით. დიახ. რო დააბრუნოთ განასლაიდი. ბატონო? განასლაიდი რო დააბრუნოთ. სლაიდი დავაბრუნო ზემოთ? კი ბატონო. ახო გვიწერია ჩვენ ხელოვნური სუნთქვა, როგორ ვაკეთებთ ამას? კაი, გვიწერია, გასაგებია. კი ჩავალ ცოტა ხანში. გვექნება ყველა. გაჩვენ. არა, მე ახლა სუნთქვის იმით გაჩვენებთ აი მაქსიმალურად, კი ბატონო. არა, ზოგადად წერია ყველაფერი. არა, მე მეტის უფლება არ მაქვს, ლადო. გასაგებია. კი ბატონო. არა, მე გაჩვენებთ, მე მეტის უფლება არ მაქვს, უბრალოდ გასაგებია. თუ რას აი პრაქტიკაზე, იმუნარების პრაქტიკაზე, გაკვეთილზე რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ, ის შემიძლია ასე თეორიულად გითხრათ, მეგობრებო, სხვა მე დღესაც როცა სამუშაო გარემოში ვარ, ეხლა დღე-დღეზე ველოდებოდი კიდე იყო მოსასვლელი სპეციალისტია, მოწვეული სხვა კომპანიის ექიმი, ასე ვთქვათ, რომ რამდენიმე ახალი ბრიგადისთვის მინდოდა წამეკითხა, 5 კაცისთვის არის შერჩეული და აი ეს ყველაფერი ხდება, რასაც ახლა ეკრანზე უყურებთ, მულაჟებთან დამოკიდებულებაში რა. და აი ნებისმიერ აი აბსოლუტურად ყველა ნიუანსს ის რაც გულწასული ადამიანი, უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიმართ უნდა ჩავატაროთ აბსოლუტურად ყველაფერს კარგად აკეთებთ მულაჟებთან მიმართებაში. რახან მაგ ასე ვთქვათ, ცოტა ნახტომი გავაკეთეთ, ბარემ რახან ეს გიზი გავხსენი. რას გვაჩვენებს? ნახეთ, ბუნკერზე დაჭერის დროს, მასაჟის დროს ხელის მდგომარეობა უნდა იყოს აუცილებლად ასეთ მდგომარეობაში. ნახეთ, ხელის მტევნები, თითები და ხელის გული იდება დაახლოებით კერდის შუაში, სადაც გულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გული რატომღაც მარცხნივ არის და სინამდვილეში ზუსტად იმ ადგილზეა,
დაახლოებით რაც ახლა ესკიზია წარმოდგენილი. აი ამ მდგომარეობაში უნდა გქონდეს. კიდურები არ უნდა მოუხაროთ და აი ეს არის აუცილებელი პრინციპი. კიდურების ამ მდგომარეობაში მოუხრელად ვაკეთებ ზეწოლებს, ანუ მთელი ტანით ვაკეთებ ზეწოლებს. აი ამას პრაქტიკაში რამდენჯერმე მოახერხებთ და გაიგეთ, ეს არის დაახლოებით ერთდღიანი ბლის კურსი, თუმცა არის სხვა მრავალდღიანებიც, რომელიც ძალიან საინტერესო და ძალიან აუცილებელიც კი ამ თუ მკითხავთ რა. გულის მასაჟის თემა გაჩვენეთ, ასევე აი ეს მდგომარეობა ნახეთ, არ ვიცი რამდენად კარგად გამოჩნდება და კიდე მაქვს სხვა ესკიზი. აი ეს მინიმალურები მინდოდა დღეს და არ მაქვს პრეტენზია რომ რაღაც სრულყოფილ ამ კურსის საწყისებს წარმოგიდგენთ. თუ კარგად ხედავთ, ნახეთ, უმეტეს შემთხვევაში პირის ღრუს გახსნის დროს ვაწყდებით ხოლმე რაღაც საოცარ, რა ვიცი, ჟონგლიორობის დონეზე რებს აღარ ჩავდივართ ხოლმე. უმარტივესი პროცედურაა. აუცილებლად, ნახეთ, ცოტა ხა აღარ მიყვები და აი ქვედაზურ სასუნთქი გზების გასახსნელად აუცილებელია დაზარალებულს უკან გადაუწვიოთ თავი და წამოუწიოთ ქვედაყბა. დაახლოებით ამ მდგომარეობაში უნდა გყავდეს დაკარგული ადამიანი, პაციენტი იმისთვის, რომ პირის ღრუს გახსნა მოახერხოთ. სადღაც ქვედაყბის აი ამ ნაწილში ორი თითის საჩვენებელი და შუა თითის მიდებით ნიკაპზე ოდნავ ცერით ყოველგვარი მიძალების გარეშე თუ გნებავთ ამ მდგომარეობაში ნებისმიერ თქვენს ხიზელ ადამიანს ნორმალურ მდგომარეობაში ყოფ ადამიანთან მოსინჯეთ რაც არ უნდა შეგეწინააღმდეგოთ აქ ხდება ყვევის კუნთების ყვევის ძვლებზე არსებული კუნთების ასე ვთქვათ გათიშვა შეიძლება ითქვას და აი ამ ადგილის ოდნავ ზევით წამოწევით ორი თითით ყოველგვარი დაძალების გარეშე და ნიკაპზე ოდნავ თითის ესა ცერა თითის დადებით ძალიან მარტივად რაც არ უნდა მდგომარეობაში მძიმესად ხონდეს ასე ვთქვათ შეკრული ვისულები ათავისუფლად გაიხსნება ძალიან მარტივად რა ამის შემდეგ გადავდივარ ზუსტად ამ პროცედურაზე. პირველ რიგში უნდა ვნახოთ, ხო, არ დაგვაბისდეს, უნდა ვნახოთ, რომ თუ კი მომახერხეთ და გავხსენით, უნდა შევძლოთ ზოგჯერ შუშას ადებენ ხოლმე, ამდენად გახსნილია გამავალი გზები, ანუ ჰაერი რამდენად ახერხებს სხეულში ჩაღწევას. თუ შევხედეთ, რომ ამ ყურის დადებითაც შეგვიძლია მივხვდეთ, რამდენადაც მე ვიცი, რომ ჰაერის ჩადინება ხდება თუ არა სასუნთქო ორგანოებში. ამის შემდეგ ვიწყებთ შემოწმეთ სუნთქვა 10 წუთის განმავლობაში. მე რამდენადაც ვიცი, პირველად დახმარების CPR-ის ჩასატარებლად 4-6 წუთი დრო გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 4-6 წუთის განმავლობაში ჩვენ ზედმეტი რაღაც ქაოსური მოძრაობები რო არ ვაკეთოთ, შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რომ 6 წუთშიც რო დავიწყოთ, 4-დან 6 წუთამდე რო დავიწყოთ, სწორი დადგენის შემთხვევაში რო ჭირდება თუ არა გულის მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა, არ არის დაგვიანებული, ამიტომ პანიკა არ უნდა აწყდეს, რაც არ არის ადვილი ძალიან ხშირად პანიკა გვეწება ხოლმე საზოგადოებას და ადამიანებს. გულკერდის მოძრაობას მოუწმინეთ, შეიგრძენით სუნთქვა, აი ეს მომენტი მინდოდა ახლა და ამის შემდეგ იწყებთ როგორც კი უკვე ვაფიქსირებთ ჩვენ თუ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, პირველი ვაკეთებ სასწრაფოს გამოძახებას. და აუცილებლად გაითვალისწინეთ დრო. უნდა გავითვალისწინოთ დრო სასწრაფოს მოსვლამდე, რა დაახლოებით 12, 15, 18 თუ რამდენი წუთი იყო, ვიდრე ინციდენტი დაფიქსირდა, ანუ ადამიანი ცუდად გახდა. თუ სუნთქვა არ გვაქვს, სასწრაფოდ ვიწყებთ სიცოცხლის გადარჩენას. რაც შეიძლება მყარზე დაპირზე ადამიანი აი ესეთ მდგომარეობაში სასუნთქები გახსნილი და ვიწყებთ ყოველი 30 მასაჟის შემდეგ ზუსტად იმ მდგომარეობაში, რაც ახლა ეს შევეცადეთ ჩვენებინა. აი მდგომარეობაში მთელი ტანის დაწვრილით 30 მასაჟის შემდეგ ვაკეთებთ ორ ჩაბერვას, ანუ ჰაერის მიწოდებას.
მასაჟი ხო კერდის ცენტრი, ანუ წეღარაზედაც მოგახსენებდით დაახლოებით გულის სიახლოვეს, ანუ ჩვენ კერდის შუაში, სადაც უნდა მოვახდინოთ მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში. 30 დაწოლის შემდეგ 2 ჩაბერვა. მოკლედ, მაშულის მოსვლამდე ვაგრძელებთ და ან იმ შემთხვევამდე თუ სასწრაფოს მოსვლამდე ადამიანმა უბრალოდ სუნთქვა აღიდგინა და შეიძლება გონებას დაუბრუნდა და გულწრაფ მდგომარეობაში აღარ ყავს. სისხლდენის და ჭრილობის დროს ეს ძალიან მოკლე კონსპექტია მეგობრებო, იმიტომ რომ როცა სპეციალისტთან მოგიწევთ ამ პროფესიონალი ტრენინგის გავლა, პირველი რასაც ეს ადამიანები იწყებენ, ეს არის გულის და სასუნთქების და აი სისხლის მოძრაობისა და სუნთქვითი ცირკულაციის კავშირი არაჩვეულებრივად შეიძლება დღეს არჩეულებად გადმოცემ თანამედროვე სპეციალისტები, ვინც არიან პირველად დახმარების ტრენერები. თუ სად ხდება სისხლის მიღება გულის რა მდგომარეობაში და გულიდან გამავალი სისხლი თუ სად ახდენს გადაცემას და ცირკულაცია როგორ ხდება. ამით იწყებენ და ყველა დეტალზე ძალიან საინტერესოდ გვეუბნებიან და გვასწავლიან თუ რას ვაკეთებთ. ჭრილობის დროს ძალიან მარტივი მინდა გითხრათ, რაც შეიძლება ბევრი ნახვევით ჭრილობას და არ უეხებით არანაირად, აი ეს მარტივი პრინციპი მინდა ვიცოდეთ. ჭრილობა შეიძლება იყოს შუშის ნატეხით, შეიძლება რაღაც შემავალი ნაჩვენად ჭრილობის შემთხვევაში ნაწილი იყოს, რამაც გამოიწვია ჭრილობა. არანაირად ამოძრობა, არანაირად მანიპულირება ჭრილობის ადგილზე, რაც შეიძლება, ასე იგი მაგარი ზეწოლით, იმას ნიშნავს, რომ უნდა შევკრათ ჭრილობა და რაც შეიძლება ბევრი და ბევრი სახვევი, რაც არ უნდა გაწითლდეს, რაც არ უნდა ბევრი სისხლი გამოვიდეს, არ უნდა შეგვაშინოს, არ უნდა დაგვაბნიოს და რაც შეიძლება შეხვეული, მაქსიმალურად შეხვეული იყოს ჭრილობა და თუ ეს ისეთი, ასე ვთქვათ, ჭრილობაა, სადაც არტერიული სისხლდენა შეიძლება იყოს, მაშინ აუცილებელია, რაც შეიძლება ზედა ნაწილში, კიდურის ზედა ნაწილში შეიძლება ასე ვთქვათ, გადავკეტოთ არტერია. ეს ძალიან რთული პროცესია. არტერიაზე არტერიული და რთული ასეთი ჭრილობის პირობებში იყენებენ ეგრეთ წოდებულ ტურნიკეტებს, რომლის გამოყენებაც კარგად უნდა ვიცოდეთ და რას გულისხმობ. ნახეთ, შეიძლება ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული ჭრილობა და ჩავთვალეთ, რომ ხელზე ეს უნდა არტერიის დასაწყისში, კიდურზე უნდა ეს დავამაგროთ, რომ არტერიიდან სისხლდენა შევაჩეროთ. ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, კუმშავს, ავიწროებს არტერიის თემას და ზედ აუცილებლად, ნახეთ, სპეციალური მოყვანილობა, იმიტომ და ეს გიზი წარმომედგინა, აუცილებლად ვაფიქსირებთ დროს და წუთს. რომ ჩვენ დროთა განმავლობაში თუ დახმარება დაგვიგვიანდა, დახმარებას მოსვლა დაუგვიანდა, იმდენად კარგად უნდა ვიცოდეთ ამის მოხმარება, რომ აი ნაწილით, აი ჯოხისებური ნაწილით, რასაც კეტავს ეს მოწყობილობა, ნელ-ნელა უნდა მივიცეთ არტერიას ცოტა გათავისუფლების საშუალება, იმიტომ რომ არ მოვახდინოთ სხვა უფრო მეტი ტრამვის გამოწვევა, საერთოდ სისხლის მოძრაობა არ შეჩერდეს და რაღაცა სირთულეები უარესად არ დავმართოთ ადამიანს. აი ამას უნდა ძალიან ყურადღებით, ძალიან პრაქტიკულად გავავლათ ჩემი მეგობრებო და არ ხდება ესე მარტო ზეპირად წარმოდგენა. ეს არის ჭრილობის შესახებ. დაუბრუნდეთ ისევ ხელის გულის ბუდით განახორციელეთ პირდაპირ ზეწოლა ჭრილობაზე. მოუჭირეთ ჭრილობა დააწვინეთ დაზარალებული 100 კიდურის ზემოთ, სისხლის დაკარგვა რო არ მივიღოთ. დაადეთ დამწოლი ნახვევი, რაც შეიძლება, მოგახსენეთ, რაც შეიძლება ბევრი. და დარწმუნდით სისხლდენა შეცვლათ. უსახვევი სისხლით გაიჭდა, არ მოხსნათ მხოლოდ ზევიდან შემოახვიეთ ახალი ფენა, ანუ რაც შეიძლება მეტი შეფუთვა უნდა მივცეთ, ასე ვთქვათ. ცხვირიდან სისხლდენა. სისხლდენის დროს ეს ძალიან მარტივი მომენტია, თუ გვაქვს საშუალება, რაც შეიძლება ცივი საფენით ცხვირის სიახლოვეს მოვლენად, ანუ წყლით განშღრენთილი რაღაც ნაწილი ცივი წყლით განშღრენთილი მინიმუმ ეს თუ მოახერხებთ. ნაჭერიც რომ დავიდოთ ან დავადოთ დაზარალებულს, აუცილებლად ექნება ეფექტი. და უპირველესი
მოქმედება ცხრილიდან სისხლდენის დროს წინ რაც შეიძლება თავი იყოს გადახრილი. რატომაც ბავშვობაში უმა გვასწავლიდნენ, პირიქით გვასწავლიდნენ და რა ვიცი, შეიძლება ჩემ გარემო იყო ასეთი, რატომაც უკან გადაწევას უკან გადაწევდნენ ხოლმე თავს. არავითარ შემთხვევაში რაც შეიძლება იყოს კაპილარული, ეს ძალიან მარტივი დაზიანების გამო შეიძლება იყოს სასუნთქებში რაიმე უფრო სხვა მსხვილი კაპილარის დაზიანება და ვიდრე წინ გადაწეული თავის შემთხვევაში ვიდრე არ ჩამოიცლება ეს ასე ვთქვათ დაზიანების ადგილი იმ ზედმეტი სისხლისგან მანამდე ვახდენთ წინ გადახდენ მდგომარეობაში ადამიანის დაფიქსირებას დამწრობაზე ნებისმიერ დამწრობის დროს უპირველესი ეს არის გამდინარე ცივი წყალი თუ ეს დამწრობა რაიმე რთული ასე ვთქვათ სხვა მდგომარეობით არის აუცილებლად ვიდრე კარგად არ მოვახდენთ ამ გამდინარე წყლით გაგრილებას არ ვახდენთ ასე ვთქვათ ტანსაცმლის თუ ტანსაცმელით დამწვარი აქვს და უშუალოდ რაღაცა ცხელი ლითონის გამო ხელთათმანიანი ხელი წარმოვიდგინოთ ან ტანსაცმელიანი კიდური ხელი ფეხი არც ერთ შემთხვევაში არ ვეხებით დამწრობის ადგილზე ტანსაცმელის მოძრობას ან რაიმე თუ მიკრობილი აქვს დამწვარ ადგილს არავითარ შემთხვევაში ეს გამოიწვევს 1000 გართულებას რასაც ვახდენთ ეს არის პირველ რიგში გამდინარე წყლით ხელის დამუშავებას ასე ვთქვათ გამდინარე წყალი რაც შეიძლება ბევრი უნდა ვატაროთ დაზიანებულ ადგილზე ნაკბენის დროსაც უპირველესი რატომღაც რა ვიცი ხან ეს შემთხვევა მოხდა და ყველა გარბის ან სპირტი მოაქვს ან მეორე რა არის კიდე ესა წყალბადის ზეჟანგი ეგრეთ წოდებული რო არ იქა და დაბინძურებული არა გამდინარე წყალი და საპონი მეგობრებო ეს ეგრეთ წოდებული არის საპონს რო ვარობთ ხოლმე 72%-იან პერეკისის შემცველობა თუ არ ვცდები ერთ-ერთი ყველაზე რომელი პირველი ყოფილა ნაკბენის ან მცირე ასე ვთქვათ თუნდაც ჭრილობის მიღების დროს პირველი უნდა მოვახდინოთ ან დაუშვათ ჟანგიანი მეტალითან რაღაც ასეთი ჭრილობის დროს აუცილებლად უნდა ჩამობანა მოვახდინოთ პირველ შემთხვევაში პირველ რიგში დამწრობის დროს ნახეთ ცივი წყალი ხესუსის ბუსტუკების წარმოქმნას და ამეთქილის დაზიანებული ადგილი არ დაიმუშაოთ სპირტით არ მოყინოთ არ შეეხოთ ბუშუტკებს არ გამოიყენოთ ბამბა ეგრეთ წოდებული ჰეიმლიხის მეთოდი ბატონებო ამ კონსპექტში მაქვს წარმოდგენილი მხოლოდ ის პრაქტიკული ნიმუშები რაც შეიძლება ჩვენ თავს გადავხვდეს ესე იგი უცხო სხეულის გადაყლაპის დროს ან სასუნთქებში უკონტროლოთ ასე ვთქვათ მოულოდნელად უცხო სხეულის მოხვედრის დროს ალბათ გადმოცემით მაინც ან შეიძლება რომელიმე ჩვენ გას პრაქტიკაშიც გქონია სამწუხაროდ აი ეს პროცესი როცა ადამიანი ყავს და არ დაიბნევა და მსგავსი ასე ესკიზე ერთად ხედავთ ეხლა ჩვენ ასაც ესკიზე ხედავთ მსგავსი უნარი თუ აქვს და მანევრის გაკეთება ეს ძალიან მარტივია როცა მარტო ვართ აი ეს მეთოდია ურთულესი გასაკეთებელი თუმცა არ უნდა დავიბნეთ მაგიდის კიდეზე რაც შეიძლება უნკედი უნდა მივაბჯინოთ ჩვენ თვითონ რომ აი როგორაც აი ჯახი გავაკეთოთ საკუთარ სხეულზე რომ სასუნთქებში ჩავარდნილმა სხეულმა მოახდინოს ამოვარდნა თუ ვერ ამოახველა წინ გადახარეთ დაზარალებული ბეჭებს შუა ენერგიულად წინმართულად 5 ჯერ დაატყით ხელის გული ნუ ეს ძალიან მარტივი თუ შედეგი ვერ მიიღებთ გამოიყენეთ ეგრეთ წოდებული ჰაიმლიხის მეთოდი შემოხვიეთ ხელები უკნიდან მარჯვენა ხელის გული მუშტად შეკარით და მკერდსა და მუცსარეში რაც შეიძლება ამოსდეთ ნუსტი შემოახვიეთ განახორციელოთ ენერგიული ბიძგი ანუ დაახლოებით რასაც ვხედავთ ეს არის ის პროცედურა რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოთ თუ ადამიანს სასუნთქებში რაიმე ნივთი მოხვდა. პირველად დახმარების ყუთის შესახებ
პირველი რასაც აქ შეხება პირველი ასეთ კითხვას სვამს ყველა თუ რა უნდა იყოს პირველად დახმარების ყუთში. ის რისი გამოყენების უნარებიც გვაქვს. ქართულ კანონმდებლობაში ჯერობით და ალბათ არც არის საჭირო თუ სადმე ეს ზედმიწევნით ჩაიდოს, იმიტომ რომ შუბენ სარგებლობ ჯერჯერობით ყველა იმ გამოცდილი ქვეყნის მოწოდებული მსგავსი მომსახურებით სადაც ჩვენზე გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს ზოგადად შრომის უსაფრთხოებაში და აქ სამედიცინო ეს არ გახავთ სამედიცინო დახმარების ეს არის პირველად გადაუდებელი დახმარების ყუთი სადაც უნდა იყოს რაც შეიძლება ჩემი პასუხია ხომ მეგობრებო რაც შეიძლება ბევრი სახვევები რაც შეიძლება ბევრი პლასტირები და სპირტიანი საფენები აი გასაწმინდი სპირტიანი საფენები სეპტიკური საფენები თუ არ ვცდები ესეც ვია რომ რაღაცა დაბინძურებული ხელით უბრალო ნაკაწრი ჭრილობა კიდევ უფრო არ დავიზიანოთ. თუმცა აქვე შემილია გაჩვენოთ ძალიან ესეთი კარგი ჩამონათვალი თუ რა რაოდენობის უნდა იყოს სამუშაო ადგილებზე გასათვლელი აი ეს მოწყობილობა რა რაოდენობით უნდა იყოს. ყველა ასეთ ყუთი შეძენის დროს ძალიან მარტივი კითხვაა რამდენ კაციანი უნდა იყოს თითო ყუთი გააჩნია სადღაც სამუშაო პირობაში შეიძლება თუნდაც სუმცირე პატარა ასეთი ბოქსი გქონდეს თუ 3-4 კაციანი გარემოა რომ ნებისმიერ დროს ახლა რთული სამუშაო პირობა ქარხანა სამშენებლო გარემო თუ სხვა სუ რაღაცა მცირედი დაზიანებები სულ არის ხელით ის გაკაწვრა რაღაც ნაჩვენთი ჭრილობა თვალების მტვერით ამას ხო ვერ ავწდებით ხოლმე ლამის კუჩაში და თვალების დაზიანება მტვერით ასე ვთქვათ დამტვერიანება არ ვიცახი რაღაცა მსხვილი საგნების მოხვედრას ნაპერწკლიდან გამომდინარე ან ნატეხი მოწყობილობის მოხვედრას თვალზე მე გულისხმობ უბრალოდ დამტვერიანებულ გარემოში თვალების დაბინძურებას უმარტივეს ნატრიუმ ქლორის 100%-იანი ხსნა 10%-იანი ხსნარი ეგრეთ წოდებული უბრალოდ მარილი წყალი რომელიც ძალიან ეფექტურად ახდენს თვალების და მცირე ჭრილობის გაწმენდასაც კი ყოველგვარი სპირტების და რაღაც ზედმეტების გარეშე ეს აუცილებლად საჭიროა სამუშაო გარემოში. სხვა დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ მოგაწმით ამ ყველაფერს, რამდენადაც საინტერესო იქნება თქვენთვის. თუ რა უნდა იყოს ის მინიმალური შემადგენლობა, ეს პირობები დაუშვათ სამკუთხა ბანდაჟი 2 ცალი ხა ნებისმიერ ადამიანს რო ჩაუდო ეს სამკუთხა ბანდაჟი რამდენად მოახერხებს დაუშვათ მოტეხილობის ელჩქვეშ თუ ვართ, როცა კიდურის დაზიანების ფაქტის წინაშე ვდგავართ არ ვიცი მოტეხილობა თუ თან როგორი სახის მოტეხილობა არის ზოგჯერ დახურული, ღია ასე შემდეგ. როგორ მოახერხოთ მისი ფიქსაცია, სწორედ სამკუთხა ბანდაჟი, რომელიც ამ ყუთში უნდა იდოს, მაგ საქმეს გვიკეთებს, შეიძლება ითქვას, მაგრამ თუ არ ვიცით, ეხა რაც არ უნდა ასეთი სახის სამკუთხა მოწყობილობები გქონდეს, ვერაფერსაც ვერ გამოვიყენებთ, ამიტომ როგორ გითხებიან, რა უნდა იდოს ის, რაც რის გამოყენებას კარგად ვიცით. ნებისმიერ რთულ სამუშაო გარემოში მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა პრაქტიკულად კარგად იცოდეს ამის გამოყენება. შემდეგი სამუშაო სიტუაციაში უნდა არსებობს ერთი დახმარების ყუთი, ხო დაახლოებით ეს შინაარსი, რასაც ახლა თქვენ გითხულობთ ყველანი ერთად, ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, ამიტომ მეც აღარ განვავრცობ ამის შესახებ. იზოლირებულ სამუშაოების საბაზისო პირველად 3 მინუტით დახმარებისა შეიძლება აღუჭიროთ დამატებით პირველად 3 მინუტით დახმარების კომპლექტებით. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთ რთულ საწარმოო გარემოში აუცილებლად გადაუდებელი დახმარების ასე ვთქვათ პუნქტი შეიძლება ითქვას პატარა ოთახია სადაც ყოველთვის არის ექთანის დონეზე მომზადებული ადამიანი რომელიც სათანადოდ მოახდენს პირველად დახმარების გაწევას ზოგიერთ შემთხვევაში სასწრაფოს გამოძახებასაც კი აღარ ჩათვლის საჭირო თვითონ მოახდენს ადამიანის მოვლა პატრონობას ასე ვთქვათ. მედიკამენტების შესახებ, აი ეს მინდა მოგახსენოთ.
პირველ რიგში მეც მინდა ვაღიარო როგორც მოქმედმა safety-მ, ასე ვთქვათ, რომ ტკივილ-დამაყუჩებელი საშუალებები ჯერ მარტო ჩემი თავისთვის აუცილებლად მაქვს ხოლმე ექიმების გარჩეული, იმიტომ რომ ხშირია რომ გადაღლაზე რაღაცა ადამიანების წნევის ცვლილებაც თავის ტკივილს რაღაც თავბრუშტობას იწვევს და ტკივილი ატკივდა უბრალოდ ადამიანს. სამედიცინო დახმარების ამ ნაკრებში, რაზეც ახლა იყო საუბარი, მეგობრებო, არც ერთ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი და ძალიან კრიტიკის ქვეშ ექცევა ის გარემო, სადაც ამ ყუთში რაიმე ტკივილ-დამაყუჩებელი არის, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს რომელიღაც ტკივილ-დამაყუჩებელზე შეიძლება უბრალოდ ცუდი რეაქცია გქონდეს, შეიძლება ალერგია გქონდეს, შეიძლება არ იყოს ჩვენთვის მიზანშეწონილი, ამიტომ პირადი ექიმის რჩევა თუ არ არის, მე ვიცი ჩემი პირადი ექიმისგან გულწრფელად რა ტკივილ-დამაყუჩებელი მივიღო კბილის ტკივილის დროს, თავის ტკივილის დროს და მე ჩემთვის მაქვს ხოლმე, მაგრამ გათვალისწინება მინდა ამის თქმა მინდა და მოკლედ აღარ მოახერხე, რომ გამორიცხულია სხვა საშუალებები ტკივილ-დამაყუჩებელი იდოს საერთოდ. ამიტომ მედიკამენტის დანიშნვა გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური პირების მიერ და დაუშვებელია მედიკამენტების თვითნებურად მიღება. რამდენადაც ვიცი, ერთადერთი თუ არ უნდა მეშლებოდეს, ეს არის კარდიომაგნილი, რომელიც დაშვებულია იყოს პირველადი დახმარების ნაკრების ყუთში. იმიტომ კარდიომაგნილი ეს არის გულის და კარდიოლოგიური შეტევების დროს თუ არ ცდები კარდიომაგნილია დაშვებული, თუ არ ცდები გულის შეტევების დროს ადამიანს ენის ქვეშ როგორღაც მოახერხოთ და ვაწოდოთ. ვიდრე დავასრულებდე ამ ძალიან ძლიც და მოკლე მიმოხილვას, კიდე რაც დიახ, ეპილეფსიის დროს ვახდენთ ადამიანის ხო ახლა ესკიზებზე გადავალ და კიდე გაჩვენებთ იმის შესახებ თუ რა პოზიცირება უნდა მოვახდინოთ ხოლმე ნებისმიერი გონება, ესე იგი ნებისმიერი მსგავსი ინციდენტის დროს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ეპილეფსიაზე გამახსენდა, ან ეპილეფსიური, ან სხვა სახის შოკირების დროს, როცა ადამიანი გონებას კარგავს, იმისთვის რომ სასუნთქებმა მოახდინოს ნორმალური ფუნქციონირება, აუცილებლად გვერდითი წოლით რეჟიმში უნდა გადავიყვანოთ. ანუ უნდა რომელიმე მხარეს სასურველია მარცხენა მხარეს მოვახდინოთ მისი გადაბრუნება, რომ იმ შემთხვევაში თუ სასუნთქები ჩაკეტილი არ არის, პირიქით უკეთ გაუმჯობესდეს სუნთქვა და შესაბამისად სისხლის მოძრაობაც, რომ ადამიანმა მოახერხოს რეაბილიტაცია, ადამიანის ორგანიზმმა მოახერხოს რეაბილიტაცია და ამის შემდეგ ვიწყებთ თუ შევხედავთ, რომ სასუნთქები გათიშულია, ადამიანის გონს კარგავს თანდათანობით უეცრად, ვიწყებთ დაახლოებით ამ პროცედურებს. და გავითვალისწინოთ ასევე, რომ ჩასუნთქვების დროს, პასაჟირების დროს, ბუფეტის რეანიმაციის დროს ჩასუნთქვა მოვახდინოთ, რაც შეიძლება დამხმარე საშუალებებით ეს ელემენტარული ბიოლოგიური და რაღაც ქიმიური დაბინძურება რო არ მივიღოთ იმის ადამიანის პირის ზღურთან შეხების დროს, აქაც ხედავთ, რომ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც იმ ყუთში აუცილებლად უნდა იდოს, ეხლა მინდა ცოტა დავუბრუნდე დასასრულისკენ ისე არა აქვს სწორად აი აქ უნდა იყოს აუცილებლად აი ეს ნაწილია თვალში რეანიმაციის ნიღაბი დიახ ანუ ამ ნიღაბს ვაფარებთ ადამიანს ნიღაბს აქვს მოწყობილობა ისეთი ჩვენიდან გაგზავნილი ჰაერი მიიწოდება მის სასუნთქებს ხოლო იქედან არ მივიღებთ არანაირ დაბინძურებას ან უკიდურესი ცხვირსახოცი ან პირდაპირ რო არ მოხდეს კომუნიკაცია დაზარალებული სხეულთან სუნთქვის მასაჟის გაკეთების დროს, მასაჟისა და სუნთქვის ჩასუნთქვების გაკეთების დროს. და ბოლოს კიდევ ერთი პატარა ხელსაწყოზე მინდა გესაუბროთ, ეს არის ამბუს ტომარა ამბუს პარკი, ზოგჯერ ესე მოიხსენებენ, ეს არის ის ხელოვნური სუნთქვის გასაკეთებელი მოწყობილობა, რომელსაც აი ამ ნაწილით ათავსებთ ადამიანის პირის და სასუნთქების სიახლოვეს, ამ ბოთლის მაგვარი ნაწილით ორივე ხელის მოჭერით ვახდენთ იმ ჩასუნთქვების ხელოვნურად გაკეთებას,
სადაც 30 ჩასუნთქვის მერე, ის ბოდიში 30 მასაჟის მერე ამის ორი ჩასუნთქვა უნდა მოვახდინოთ. მოკლედ, მეგობრებო, რო გითხრათ, რომ საგამოსვლოდ აქ არსებული ნიუანსები აუცილებლად გათვალისწინებული მაქვს, რომ ჩავსვათ და ასე ვთქვათ, თუ საგამოსვლო თემაც წამოწიო, ნამდვილად ვერ ვარ მაგ კომპეტენციის და არც წინა კურსი არ მქონია. ამ ყველაფერს უბრალოდ გადმოგიგზავნით საჭიროებისთვის, თქვენ მომავალი დასაქმებულები ხართ, თუ უკვე დასაქმებულები არ ხართ იმ საერთო გარემოში, სადაც ჩვენ მუშაობთ, უბრალოდ წარმოდგენა, რო გქონოდა თუ რა უნდა ვიცოდეთ, რა ვისწავლეთ ჩემთან, ეს არ არის სასურველი, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე არ გახლავართ, ასე ვთქვათ, მაგის პროფესიონალი და სხვაგანაც არ ვაკეთებ მსგავს. სასიამოვნო იყო, ვადო ბატონო, მე და თქვენ ვართ გონი. თუ თქვენ დავტოვეთ, რა ვიცი. კატო, დამიდასტურე თუ გესმის ჩემი ხმა. ალო. კარგი, მოკლედ, ძირფასებო დაგემშვიდობებით და შემდეგი კომუნიკაცია იქნება მეილებით, გადმოგიგზავნით აუცილებლად უახლოეს მასალებს, გადმოგიგზავნით აუცილებლად რამდენიმე ტესტს და ვიდრე გამოსდა ჩაინიშნება ამ ტესტების საშუალებით დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი დრაივი იქნება, გექნებათ ყოველთვის მიმდინარე, თქვა 3 კვირის განმავლობაში კვირაში 1 საათი ან საათნახევარი რო გადახედოთ ხოლმე და თუნდაც იმ მასალებიდან, ტიუტორიალიდან და კონსპექტებიდან გასცეთ პასუხები, თუ რამე კონკრეტული შეკითხვა გასცდება, გაგიჩნდება, ძალიან გამეხარდება და ვეცდები გიპასუხოთ. უღრმესი მადლობა ლადო დღევანდელი მოთმინებისთვის და მოსმენისთვის. მადლობა თქვენ, ბატონო. კი ბატონო, ანუ ორშაბათიდან უფრო მეილებით მიმოწერის რეჟიმში ვიქნებით. კი ბატონო. მადლობა დროებით ნახოთ. გაიხარეთ. უნდეში.